საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის ბათუმშიც. სამხედრო ტექნიკის შეიარაღების და აღჭურვილობის დათვალიერება მოქალაქეებს ანბანის კოშკის მიმდებარედ დილიდან შეუძლიათ. აქ წარმოდგენილია საბრძოლო მანქანა ვულფი, ჯავშან ტექნიკა, რეაქტიული დანადგარების სხვადასხვა ტიპის საბრძოლო იარაღი. პარალელურად გამოფენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულად კი სამაშველო სამსახურის აღჭურვილობაც. გამოფენის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არც ერთი მედია საშუალებისთვის არ მიუწოდებია. თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა სათავეს 1918 წლიდან იღებს. 1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველო მონაწილეობას იღებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილია სამთო სამაშველო, სახანძრო სამაშველო და წყალზე სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. წარმოდგენილი არის ასე ვთქვათ, ჯავშან ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები, ინდივიდუალური აღჭურვილობა ამ მიმართულებით და შესაბამისად ინტერესი დიდია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე ხედავთ თქვენ თვითონაც აქტივობა ძალიან დიდია, უამრავი ტურისტი ასე ვთქვათ, გვეწვია, დაათვალიერა და საკმაოდ ასე ვთქვათ, მაყოფილები არიან. საკმაოდ ძლიერი ჯარი ყოლია, როგორც ვნახე ჩვენ ქართველებს და ანუ კარგი ტექნიკა, ყველაფერი დაგვათვალიერებინეს, ყველაფერი აგვიხსნეს თუ რა როგორ მოქმედებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება.